ავტომატურ გადაცემათა კოლოფების მქონე ავტომობილების დაპარკინგებას თავისი წესი აქვს. შეიძლება ბევრმა იცის, მარტივია. შეიძლება ბევრმა არ იცის, ასე აკეთებს, ასე ვთქვათ, ამ პროცედურას გადის, მაგრამ არ კონდეს, ასე ვთქვათ, წარმოდგენა იმაზე, რატომ მაინც და მაინც ასე. ეხლა მე თქვენ აგიხსნით, როგორ პარკინგდება და რატომ პარკინგდება ავტომატური გადაცემათა კოლოფების მქონე ავტომობილები მაინც და მაინც ასე, როგორც ეხლა მე გეტყვით. მოკლედ, როდესაც ჩვენ ავტომობილი გადავყავს პარკინგში, კოლოფში არის სპეციალური მეტალის შტირი, ასე ვთქვათ, რომელიც ბლოკავს კოლოფის ბრუნს კონკრეტულ კბილანაში გაყრით. ანუ ჩათვალეთ, რომ ავიღეთ ჯოხი და შევუყარეთ ბორბალში, ხო? ეს ჯოხი ბორბალში არის გაჩერებული. თუ ავტომობილს ასე დავტოვებთ, ეს ბორბალი შეიძლება დატრიალდეს და ეს ჯოხი გადაგვიტეხოს. შესაბამისად, კოლოფში არსებული ის ჯოხი არა, უფრო კბილანად ყდება ვიდრე ის ჯოხი, მეტალის შტირი. შესაბამისად, ეს მეტალის შტირი აწვება იმ კბილანას და დაბლოკილი აქვს მექანიკურად კოლოფის ბრუნი, რომ ავტომობილი არ დაგორდეს. მაგრამ იმისათვის, რომ მთელი წონა ამას არ დააწვეს, ანუ კოლოფის იმ შტირის და კოლოფში შიგნით მექანიზმს, ამიტომ ჯერ წინასწარ, რო გავჩერდებით, გადაგვაქვს ნეიტრალში ავტომობილი თავისუფალია ყოველგვარი მოჭიდებისაგან, თავისუფალ ბრუნვაშია. მერე ამოვწევთ ხელის მუხრუჭის პედალს გავუშვებთ ფეხს, რომ ავტომობილი დაეკიდოს ხელის მუხრუჭზე, ანუ უკანა ბორბლებში არსებულ ხუნდებზე და უკვე დაკიდებული მანქანა, რომელსაც წონა აქვს უკვე უკანა ბორბლებიდან დაჭერილი, მერე უბრალოდ დაზღვევის მიზნით პარკინგის შტირი გავყაროთ თავის ადგილას, ასე ვთქვათ, და დავაპარკინგოთ ასე. იმ შემთხვევაში, თუ ხელის მუხრუჭი არ გვიმუშავებს და არ იჭერს კარგად, დიდი დატვირთვა მოდის პარკინგის კბილანაზე და პარკინგის კბილანა შეიძლება გატყდეს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ თანმიმდევრობას, ანუ გავანეიტრალე, ამოვწიე ხელის მუხრუჭი, გავუშვი პედალს, ხელი დაეკიდა ავტომობილი და მერე გადავრთე უკვე პარკინგში. ამას მიაქციეთ ყურადღება და მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ხელის მუხრუჭი აუცილებლად მუშაობდეს. როგორ უნდა შევამოწმოთ ხელის მუხრუჭი მუშაობს თუ არა? ძალიან მარტივად. დაქოქვილ ავტომობილზე, თავისთავად მივაქცევთ ყურადღებას, რომ წინ ან უკან არავინ არ იყოს, იმ შემთხვევაში თუ არ იმუშავა ხელის მუხრუჭი, ამოწეულ ხელის მუხრუჭზე შეგვიძლია გადავაგდოთ სიტყვაზე სიჩქარე რევერსში, აუშვათ მუხრუჭს ფეხი, ავტომობილი ადგილიდან არ უნდა დაიძრას. იგივე ხდება დეშიც. გადავხდე დეში, გავუშვი მუხრუჭს ფეხი, თავისთავად ბიძგი ექნება, მოეჭიდება უკანა ბორბლებს, მაგრამ ავტომობილი არ დაიძრება. ამ შემთხვევაში ხელის მუხრუჭი მუშაობს. ასე მარტივად შეგვიძლია შევამოწმოთ ხელის მუხრუჭი. ეხლა გადავთავ ისევ ნეიტრალში, ხელის მუხრუჭი ამოწეული მაქვს, მუხრუჭის პედალს ფეხი გავუშვი, გადავიტანე პარკინგში და ჩავაქრე. სულ ეს არის.